მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი არის და შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას. კომიტეტის ხდომას გახსნილ ვაცხადებ, მივესალმები მომხსენებლებს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ბატონ ზურაბ ეზუგბაიას, მივესალმები საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბატონ ვახტანგ ბაჩიაშვილს. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი გვაქვს ორი საკითხი. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხოლო მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულება, დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები და მისი თანამდები საქართველოს კანონის პროექტი დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დავიწყოთ პირველი საკითხით, რომელიც ეხება ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას. ბატონო ზურაბ, გთხოვთ. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, პატრიციონალურ პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტების პაკეტს. ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ კანონპროექტი არის ძირითადი კანონპროექტი და თანხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხი განპირობებულია იმ მიზნობრიობით, რაც საქართველოს მთავრობას აქვს დეკლარირებული, ეს არის ეროვნული მიზნები, დაცული ტერიტორიების ეტაპობრივი ზრდა და მდგრადი დაცვა ჩვენი ეკოსისტემების, ჩვენი მემკვიდრეობის, ბუნებრივი მემკვიდრეობის და კულტურული მემკვიდრეობის 2028 წლამდე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სამიზნე მაჩვენებელი გახლავთ 100,000 ჰექტარით დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა. კიდევ ერთი მაჩვენებელი გახლავთ 14%-იან ნიშნულზე აყვანა საერთო ტერიტორიასთან ფარდობითი წილის. ამ კუთხით ცივგომბორის დაცული ტერიტორიების კომპლექსის შექმნა არის ერთ-ერთი წინ გადადგმული და მნიშვნელოვანი საკითხი. დაცულია ამ ტერიტორიებზე, ესე იგი, უნიკალური ეკოსისტემები, მათ შორის არის პირველ რიგში გომბორის ქედზე წარმოდგენილი წიფლნარი ტყეები, საერთოდ ამ დაცული ტერიტორიების შესაქმნელი გეგმარებით ტერიტორიის ფართობზე 50%-ზე მეტი უკავია ტყეებს და ეს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე საჭიროებს დაცვას, სათანადო სტატუსით შეფასებას და სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფას. კანონპროექტის თანახმად დაცული ტერიტორიები იქმნება 4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეს არის საგარეჯო, სიღნაღი, გურჯაანი და თელავი. შემოთავაზებულია კომპლექსური მიდგომა, დაცული ტერიტორიები იქმნება 3 განსხვავებული კატეგორიის მიხედვით, ეს არის ცივგომბორის ეროვნული პარკი, სიღნაღის აღკვეთილი და ცივგომბორის დაცული ლანდშაფტი. ფართობებთან დაკავშირებით ეროვნული პარკის გეგმარებითი ფართობი არის წარმოდგენილი კანონპროექტში 21,761 ჰექტარის სახით. სიღნაღის აღკვეთილი იქნება 554 ჰექტარი და ცივგომბორის დაცული ლანდშაფტი 17,562 ჰექტარი. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ დაცული ტერიტორიების ზონირების ჩატარებას შემდგომ ეტაპზე, მენეჯმენტის გეგმაზე ან რეგულირების წესზე მუშაობის პროცესში. მოგესალმებათ, რომ ეროვნული პარკის და აღკვეთილის მართვას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, ხოლო დაცული ლანდშაფტი იქნება დელეგირებული ფუნქციების ფარგლებში გადაცემული სამართავად ადმინისტრირებისთვის მუნიციპალიტეტის მიმართ. ის იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტი. კანონპროექტი განსაზღვრავს იმ საქმიანობის სახეობებს, რომელიც დაშვებულია დაცული ტერიტორიების ფარგლებში. ეს საქმიანობები არ არის ახალი, ეს გახლავთ გამომდინარე დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონიდან, ხოლო ცალკე არის ჩამოყალიბებული ჩამონათვალი იმ საქმიანობის, რომელიც დაიშვება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. მათ შორის გამოყოფთი რეკრეაციულ, ტურისტულ, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას და ტურიზმისა და დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, დათქმას, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე ნავთობის და გაზის საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულები და გაცემული ლიცენზიები მათზე არ გავრცელდება კანონის მოქმედება.
კანონის მოქმედება არის გათვალისწინებული ორ ეტაპად. ეს არის 1 ივნისი, ალბათ ეს თარიღი კანონის მიღების, რეალური მიღების ვადებიდან გამომდინარე გადაიწევს 1 ივლისზე და 2027 წლის 1 იანვარი. 27 წლის 1 იანვრიდან ვაპირებთ ავამოქმედოთ ის ნაწილი კანონპროექტის, რომელიც შეეხება დაცულ ლანდშაფტს, ვინაიდან ეს არის დელეგირებული თვალსაჩინო და უნდა აისახოს სათანადოდ ადგილობრივ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის ნაწილში. ხოლო ეროვნული პარკისა და სიღნაღის საკვეთილის ნაწილში კანონის ამოქმედება ფაქტობრივად მიღების შემდგომ უმოკლეს ვადაში მოხდება. მინდა ხაზი გაუხსვა, ვინაიდან კომიტეტის სპეციფიკა ამას მოითხოვს, მინდა ხაზი გაუსვა, რომ გარდა ბუნებრივი ეკოსისტემების დაცულობისა, ამ ტერიტორიაზე არის ძალიან უხვად წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებიც. კერძოდ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრეთ არის წარმოდგენილი ვახტანგ გორგასლის მიერ დაფუძნებული ჭერემის ნაქალაქარი და სამეურნეო სასახლეს შენობები და ასევე საეკლესიო ნაგებობები. გარდა ამისა, მთელი რიგი კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური ეკლესიები არის წარმოდგენილი დათარიღებული მე-5-მე-6 საუკუნეებით. 2006 წელს მთელ რიგ ეკლესიას ამ ტერიტორიაზე მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ჩამოვთვლით თუნდაც ისეთ ეკლესიებს, როგორც არის თელეთის ეკლესია, წმინდა ბარბარეს ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა მრავალი. მათი დათარიღება უკვე ხდება, ესე იგი მე-8, მე-9, მე-10 მე-11 საუკუნეებით. ბუნებრივად დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნა და ამ ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ხელშეწყობა, საერთო ტურიზმის განვითარება და კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, ასევე დაცვის ღონისძიებები, მონიტორინგის ღონისძიებები ხელშეუწყობს ამ კულტურული მემკვიდრეობის სათანადო დაცულობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის. ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ დაცული ტერიტორიების ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულია 42 საშტატო ერთეულის შემოღება და ეს საშტატო ერთეულები გადანაწილდება როგორც დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში, ასევე იმ ადმინისტრაციებს, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გურჯაანში განახორციელებს ლანდშაფტის ადმინისტრირებას. ბიუჯეტის მხრივ ძალიან გვეხმარება ესე იგი კავკასიის ველური ბუნების ფონდი, რომელიც თითქმის ნახევარ კონტრიბუციას ახდენს უახლოესი წლების განმავლობაში. 26 წელი, ვინაიდან ფაქტობრივად ნახევარ წლის განმავლობაში განხორციელდება ღონისძიებები, ამიტომ აქ დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში შეძლებს ღონისძიებების დაფინანსებას. ამის გარდა დაგვეხმარება ფონდი. ხოლო მომდევნო წლების 27-30 წლების პერიოდში დაახლოებით 1.3 ლარის ოდენობით იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტში სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებელი დაფინანსება. CNF-ის მხრიდან კიდევ დამატებით იქნება თითქმის 1 მაგდენი 1.3 ლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსება, რომელიც როგორც ხელფასის უზრუნველყოფაზე წავა, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებაზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, პაკეტში არის წარმოდგენილი ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების პროექტიც, ეს ცვლილებაც განპირობებულია იმით, რომ შესაძლოა წარმოიქმნას მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდამცავებით შესაბამის საქმეებზე ოქმის გამოსაწერად და ფიქსირდება ცივგონბორის დაცული ლანდშაფტი შესაბამის ჩამონათვალში. გთხოვთ ხარ დაუჭიროთ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს და მზადვარ შეკითხვების შემთხვევაში კი პასუხობთ. მადლობა, კითხვები თუ არის, მოსაზრებები თუ არის. დიახ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი მოხსენებისთვის. ორი საკითხი მაინტერესებს. მაინტერესებს აღნიშნულ ცვლილებაში რამდენად არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და რა ტიპის კომუნიკაცია მიმდინარეობს მათთან. და ასევე მაინტერესებს, როგორ მოხდება ამ დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. დიდი მადლობა. კი ბატონო, გიპასუხებთ. პირველ რიგში თვითონ დაცული ტერიტორიების
შესწავლის კვლევა-ძიების პროცესში იყო ჩატარებული კონსულტაციები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან. მათი ინტერესების გათვალისწინებით იქნა დაგეგმილი ტერიტორია, ასევე დაყოფილი აი სამ განსხვავებულ კატეგორიად. მე ამიტომ გავუსვი რომ ეროვნული პარკი ცალკე არის დაცული ლანდშაფტი და არის სიღნაღის აღკვეთილი. სამივე ამ კატეგორიას ეს არ არის მარტო ტერმინები, განსხვავებული სტატუსია, განსხვავებული რეჟიმი იქნება და როგორც კანონ პროექტიდან გამომდინარე მე ციტირება მოვახდინე, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, რომელიც დიდ ფართობს იკავებს, დაშვებული იქნება ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ხელი შეეწყობა ასე თქვა ტურისტული ბილიკების ჩამოყალიბებას, ასევე სხვა ტურისტული რეკრეაციული ინფრასტრუქტურის ფორმირებას. ამის დაფინანსებას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი დამხმარე დონორები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ძალაუნებურად ყველა შემთხვევაში მჭიდრო კომუნიკაცია იქნება 4 მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეს არის სიღნაღის, საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები და მათთან თანამშრომლობით დამუშავდება დეტალური დოკუმენტი, რომელიც არის უკვე მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის. ეს მენეჯმენტის გეგმა იქნება მორგებული ადგილობრივ სპეციფიკაზე და იმ საჭიროებებზე, რაც კატეგორიის მიხედვით დაცულ ტერიტორიას დაცული ტერიტორიის მიხედვით იქნება განპირობებული. ასევე ვიტყვი, რომ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, როგორც ცენტრალური ეროვნული ორგანო, თანამშრომლობით ჩვენ დონორ ორგანიზაციებთან ახორციელებს ბევრ პროგრამას, რომლებიც მიმართულია უნიფიცირებული სახით საქართველოს დაცული ტერიტორიების თაობაზე ინფორმაციის მოგროვებისკენ, ამ ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა ფორმის ასე თქვა გამოყენებისკენ და მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზე ძალიან ხშირად ხდება პოზიციონირება როგორც ფოტო, ვიდეო, ასევე ღონისძიებების და პრეზენტაციების რეჟიმში. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს და ეს ხელს შეუწყობს კერძოდ ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონში ტურისტული რეკრეაციული საქმიანობის განვითარებას. ასევე როგორც უცხოელების, ჩვენი ტურისტების, ასევე საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაკმაყოფილებას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეცნობის კუთხით. მადლობა. კითხვები თუ არის? დიახ, ქალბატონო გრიტექტორი. მოგესალმებით. ნამდვილად მივესალმები აღნიშნულ პროექტს. მე უბრალოდ ტექნიკური საკითხი არის. თქვენ აღნიშნეთ, რომ ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნა არის, ანუ 3 სხვადასხვა ნაწილისგან იქნება და სპეციფიკაც განსხვავებული აქვს. შესაბამისად, მაინტერესებს ეს პროცესი ერთდროულად დაიწყება, სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებული სპეციფიკა აქვს სამივე ნაწილს და ერთდროულად დაიწყება თუ ეტაპობრივი იქნება პროექტის განხორციელების პროცესი. მადლობა. კი ბატონო, ესე იგი ბიუჯეტის დაგეგმარების კუთხით ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 წლიანი პროგრამები. ეს პროგრამები წინასწარ საორიენტაციო დონეზე არის თანხაშიც გაწერილი და მსხვილი ღონისძიების სახით. ეს არის მარტო დახურულად თქვა დაცული ტერიტორიის ეროვნული სააგენტოს დონეზე დამუშავებული, არის თანამშრომლობით ჩვენ დონორ ორგანიზაციასთან, როგორც მოგახსენეთ, კონტრიბუცია საკმაოდ მაღალია CNF-ის მხრიდან ამ დაცული ტერიტორიების შექმნის მხრივ. ბუნებრივია ეს გეგმები დეტალიზაციას განიცდის თითოეულ წლიდან გამომდინარე, საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის ფორმატში. ამასთან ერთად მენეჯმენტის გეგმა, რომელიც დამტკიცდება მთავრობის მხრიდან, ისის განაპირობებს გადახალისებას და შესაბამისობაში მოყვანას. რაც ახლავე შეგვიძლია ვთქვა, 2 ეტაპად არის კანონის ამოქმედება დაყოფილი კატეგორიებიდან გამომდინარე და აი ეს მსხვილი ნაწილი, რომელიც შეეხება დაცულ ლანდშაფტის ჩამოყალიბებას და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მომზადებას ამ დაცული ტერიტორიის ადმინისტრირებისთვის, ეს არის გადაწეული ფუნქცია ნახევარწლით და 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შემდგომი ხელშეწყობაც ბუნებრივია ჩვენ მხრიდან მუნიციპალიტეტის მიმართ იქნება, ამ მხრივ ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება, რომ მარტო ამ შემთხვევაში არა, ყველა დაცულ ლანდშაფტთან მიმართებაში ჩვენ მუნიციპალიტეტებთან მეტი ხელშეწყობა შევცვლოთ, არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამყარების და დაფინანსების კუთხით, არამედ ცოდნის გადაცემის, გამოცდილების გაზიარების და სტანდარტების დამკვიდრების კუთხით. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება წარმატებულად განხორციელებული. მადლობა.
კითხვები ხომ არ არის მოსაზრებები. მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივისთვის. ეს არის მართლაც უნიკალური ლანდშაფტი, უნიკალური გარემო და წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ ამ გარემოს, ამ ლანდშაფტის თვითყოფადობა იყოს დაცული. იმ სტატუსის ქვეშ, რა სტატუსიც მიენიჭება წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ტურიზმის განვითარებას და სხვა იმ ბენეფიტების მიღებას სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, რომელიც კანონით არის წარმოქმნილი კანონპროექტით არის გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ შეგვიძლია კენჭი უყაროთ პირველ საკითხს. კოლეგებო, გთხოვთ. გადაწყვეტილება მიღებულია. შეგვიძლია გადავიდეთ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელიც გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოქმნილი დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულება, დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები და მისი თანამდები საქართველოს კანონის პროექტი დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბატონო ვახტანგ, გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულებას, მის თანამდებობ რეგულაციებს და თანამდებობ კანონის პროექტს დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. რიადის ხელშეკრულება მიღებული იქნა 2024 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე საუდის არაბეთის სამეფოში რიადში და მისი მიზანი იყო იმ ადმინისტრაციული და პრაქტიკული ბარიერების აღმოფხვრა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით დიზაინერები აწყდებიან ეროვნულ სისტემებში ისეთ უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით, დიზაინთან დაკავშირებით, როგორიცაა განაცხადის წარდგენა, საქმის წარმოება, ფორმალური ექსპერტიზა თუ გაშვებული ვადების აღდგენა. შესაბამისად, ამ რიადის ხელშეკრულების მიზანი იყო, რომ მომზადებულიყო ერთიანი უნიფიცირებული წესი, რომელიც ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის იქნება საერთო და შესაბამისად განჭვრეტადი ყოველ ეროვნულ ქვეყნის კანონმდებლობაში მინიმალური დაცვის სტანდარტების შესახებ, რაც უზრუნველყოფს დიზაინის ეფექტურ დაცვას. დიზაინი როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ეროვნული ქვეყნის კანონმდებლობების მიხედვით ექვემდებარება დაცვას, ხოლო დიზაინში ინტეგრირებული პროდუქტის მწყიბელუნარიანობა, მისი კონკურენტუნარიანობა იზრდება და ეკონომიკის განვითარებისთვის ცხადია ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. რიადის ხელშეკრულება ხელმოსაწერად ღია იყო 1 წლის განმავლობაში, მას ხელს აწერს და აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 28 წევრი სახელმწიფო, მათ შორის არიან ისეთი სახელმწიფოები, როგორც არის მაგალითად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია. 1 წლის შემდეგ მასზე მიერთება შესაძლებელია ეროვნული ქვეყნის კანონმდებლობის მიერ შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შემთხვევაში კი ეს უნდა მოხდეს შეერთების პროცედურის მეშვეობით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რიადის ხელშეკრულებასთან, ისევე როგორც რეგულაციებთან მიერთება, იმდენად რამდენადაც ის ქართულ დიზაინერებს შესაძლებლობას მისცემს, რომ რიადის ხელშეკრულების წევრ და მონაწილე სახელმწიფოებში არსებული მინიმალური სტანდარტების დაცვით უზრუნველყონ თავიანთი დიზაინების და მათზე ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დაცვა, ისევე როგორც ამ წევრი ქვეყნების დიზაინერებისთვის შესაძლებელი და განჭვრეტადი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კანონმდებლობა, ანუ კანონი დიზაინის სამართლის შესახებ არსებითად თავსებადია იმ რეგულაციებთან, რომელიც რიადის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გასულ წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა დიზაინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს კომიტეტი გახდა წამყვანი და მიზნად ისახავდა მოძველებული მაშინ დროს მოძველებული დიზაინის კანონის დაახლოებას ევროპულ დირექტივებთან. არსებითად იგივე პროცედურები და იგივე მექანიზმებია, რაც დიზაინის შესახებ რიადის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, თუმცა ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის საჭიროება მაინც დგას ამ შემთხვევაში, ვინაიდან დიზაინის შესახებ კანონი არ აღიარებს ისეთ გარანტირებულ უფლებას დიზაინის ფლობელის ან დაინტერესებული პირის, როგორიცაა გაშვებული საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში ვადის აღდგენის მექანიზმი და ასევე, როდესაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების ფლობის ვადა გავიდა ისე, რომ პირმა ვერ მოახდინა შესაბამისი მოთხოვნის ინიცირება და ამ უფლების აღდგენაც შესაძლებელია რიადის ხელშეკრულების მიხედვით. აქედან გამომდინარე მომზადდა უკვე კანონმდებლობის შესაბამისად დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
რომელმაც საკპატენტის მხრიდან გაითვალისწინა აღნიშნული ორი მომსახურება, კერძოდ დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ უკვე შესაძლებელი იქნება დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად პირმა გაშვებული საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის ვადის აღდგენა მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს რომ ეს ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს მათ შორის ისეთ მტკიცებულებებს რომელიც ადასტურებს რომ ან ყველა ღონე იხმარა რომ შესაბამის ვადაში მიემართა საკპატენტისათვის მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეუშალა ისევე როგორც დგინდება მეორე მომსახურება ეს გულისხმობს უკვე ყოველი 5 წლიანი ვადით გაგრძელების მექანიზმის გამოუყენებლობას დადგენილ ვადაში უბრალოდ შესაბამის განაცხადის წარუდგენლობის შემთხვევაში პირისთვის შესაძლებლობის მიცემას რომ მან ასევე გაშვებული ვადის აღდგენა და დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვის გახანგრძლივება მოითხოვოს ეს არის მთლიანად ამ ცვლილებების არსი მთლიანობაში აღმოფხრის დიზაინის შესახებ რიადის ხელშეკრულებასთან მიერთება იმ ასე ვთქვათ მცირედ გამონაკლის და მცირედ შეუთავსებლობას რაც საერთაშორისო ტენდენციებთან არის და მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რომელიც გარკვეულ ტექნიკურ ბარიერებს შეიძლება აწყდებოდეს ხოლმე საქმის წარმოების ვადებთან ფორმალურ თუ ტექნიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით რაც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს და სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში არის გათვალისწინებული. მადლობა, კითხვები თუ არის მოსაზრებები თუ არა და მაშინ შეგვიძლია კომიტეტმა უყაროთ თქვენში მივიღოთ გადაწყვეტილება. გთხოვთ. რიადის ხელშეკრულება, როდესაც შემოდიოდა ამ შემთხვევაში ჩვენ სწავლობდით კომპეტენტურ უწყებებთან ერთად მის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას გამოიკვეთა ეს ორი შემთხვევა, რომელიც დიზაინის შესახებ კანონში ასახული არ არის. ყველა დანარჩენი შემთხვევა ბათილაცნობა, ხელახალი ექსპერტიზა, რაც წინა ცვლილებებით ამ კომიტეტის მხარდაჭერით ჩვენ დავამტკიცეთ, ისინი უკვე ასახულია კანონმდებლობაში და მხოლოდ ამ ორი ცვლილების ასახვის საჭიროება დგას ამ ეტაპზე, რომ სრულად იყოს ჰარმონიზებული ეროვნული კანონმდებლობა. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისთვის, კომიტეტი შეგვიძლია დასრულებულად გამოაცხადოთ. მადლობა.